გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და მომდევნო 1 საათის განმავლობაში მოგისმენთ თქვენ. უკვე შეგიძლიათ ნომერზე 557 88 55 დაგვირეკოთ და გვიპასუხოთ კითხვაზე. რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს? სწორედ აი ეს თემა გვექნება დღევანდელ გადაცემაში და ამ საკითხზე ვისაუბრებთ, ვინაიდან საზოგადოებაში კვლავ არიან ადამიანები, ვინც ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა და მკაფიო ოპოზიცია არ აქვს არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით. ზოგიერთმა პროპაგანდა დაიჯერა ხელისუფლების. სხვათა შორის ეს კადრები, რომელსაც ახლა ჩვენი საუბრის პარალელურად ხედავთ, გადაღებულია თბილისში. ქართველი არ არის, თითქმის არც ერთი აქ ხედავთ, აი. საგანგაშო ვითარებამდე მივდივართ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქები შეიძლება ქართულს აღარ ეკუთვნოდეს მალე. ვიმეორებ შეკითხვას, რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს? ასეთია დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივი. კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ვხედავთ, თბილისის იუსტიციის სახლშია გადაღებული, აქაც ქართველი იშვიათი სანახავია. და კიდევ სხვა კადრებს ვნახავთ დროთა განმავლობაში, მაგალითად იმას, როგორ დაიწყეს უკვე არაბებმა სხვადასხვა ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში, რეკლამა იმისა, რომ უნდა ჩამოვიდნენ და აქ შეიძინონ ბინები, კორპუსები, სახლები, მთელი გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს, აი ახლა დაიწყება ეს კადრები, ინტერნეტის მეშვეობით არაბეთში, რომ აქ მოვიდნენ, აქ ჩამოვიდნენ და ადვილად, ძალიან მარტივად მიიღებენ ბინადრობის უფლებას თუ კი საქართველოში ფულს დახარჯავენ და შეიძენენ მქონებას. ზარია პირველი მაყურებელი თუ რადიომსმენელი გვიკავშირდება. გისმენთ? გამარჯობა, დიახ. ეს პარლამენტში ვარ, ასორავი კაცი ვარ პარლამენტში. კიდაღებული რომ შეერებიან ამ იმას თავრობას. რატომ არ იტყვიან იმას, რომ ერთი მაინც გამევიდეს ვინმე? თქვა რატოა არაბები და რატო ამდენი შემოსება? მე დაამიბრიშა ყველაზე უფრო გული წყდება რაშატალახოდნენ სოფლიო ჩემპიონი ევროპის ჩემპიონი არის კაცი დამლარი და უყურეს ამ სისულელებს რა. დიახ. მადლობა თქვენს არისთვის. რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს? როგორ შეეცდებოდით მათ დარწმუნებას? არიან ასეთები საზოგადოებაში, ქართული ოცნება თვითონ მხარდამჭერი ამ ყველაფრის, არიან ზოგიერთი პროპაგანდისტები ხელისუფლებისა, ვინც ტელევიზიით გამოდიან და ყველას აგენტს და მოღალატეს გვიწოდებენ, ვინც არ ვეთანხმებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჯანსაღად უნდა მივიღოთ ჩვენ ყველა განსხვავებული პოზიცია და შეხედულება, მაგრამ დღევანდელი გადაცემის კითხვა ასეთია, როგორ შეეცდებოდით, რომ ეს ადამიანები დაარწმუნოთ სიმართლეში? რომ არაბული ქალაქები საფრთხეა. სიყვარულით ვესაუბროთ ერთმანეთს, არა აგრესიით და მტრობით, ეს არ მქონდა მე ჩაფიქრებული, როდესაც ეს გადაცემა დავგეგმე. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა, შვილო. არაბული ქალაქების მომხრეებს ვეთყოდი შემდეგ, რომ ვინც შეგნებულად უჭერთ ამ მშენებლობას ხარ, ყველა ხართ შადიმანები და თქვენი ქვეყნის მოღალატეები. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ არის და წინ არაბეთისკენ შეგიძლიათ გაემგზავროთ არაბეთში და იქ დასახლდეთ. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად მოქმედების კუთხით ჯერ ჩამოუყალიბებელი, ანუ აქციაზე გასვლა ვერ გადაუწყვეტია ამას გულისხმობ. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც დაიჯერეს ხელისუფლების პროპაგანდა? რას ეტყოდით თავად ხელისუფლებას და სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდისტებს, რომლებსაც ნაწილს სხვათა შორის საზოგადოება პატივს სცემდა? მაგრამ გაოცებული დავრჩით ამ ბოლო განცხადებების შემდეგ, ბოლო თვეებში, რაც მათ თქვეს და რაც მათ აზრები განავითარეს არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით, ძალიან გული დაგვწყვიტეს, ძალიან გაგვაოცეს ამ ადამიანებმა ხელისუფლების პროპაგანდისტებზე მაქვს საუბარი. რას ეტყოდით მათ, ვინც ჯერ ასე ვთქვათ, ვერ ჩამოუყალიბდა პოზიცია თუ კარგია ეს, ცუდია, რა ხდება, ვერ გებულობს.
მათ მე შევახსენებდი პატრიარქის სიტყვებს სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ინტერაქტივის დაწყებამდე ვიდეო რგოლი გავიდა ეთერში, სადაც ილია მეორე ამბობს, თქვენს მამულს, თქვენს მიწებს უნდა მიხედოთ, ხელიდან გვეცლება მიწებიო. აი, პატრიარქის სიტყვებია ეს და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი, რომ დაცული ყოფილიყო ქართული მიწები უცხოელებზე გაყიდვისგან. მაგრამ დაბერდა ასაკშია ჩვენი პატრიარქი და ახლა ჩვენს პასუხისმგებლობა გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ. გაჩერება არაფერს არ მოიტანს სუდისმეთს. ახლა ხელისუფლება ხვდება, რომ ვერ დაგვარწმუნეს ვერაფერში, ვერც საზოგადოების უმეტესობა, ვერც ვერავინ და ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ სხვა თემაზე, ან გადაფარონ საერთოდ ეს და ამაზე ნაკლები საუბარი იყოს. აი ის ჩაიფიქრა, ჩემი აზრით ხელისუფლებამ ეს კარგად ჩანს სხვათა შორის. ზარია ეთერში გისმენთ? ალო? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. დიახ. მე ამას ვუწოდები ღალა. ადამიანთა დიდმა ნაწილმა, ქართველების დიდმა ნაწილმა ამილათ არაიქ მეინფორმირებულები არიან, რომ ეს არის კუკლით გასხვიცება. მაგრამ ვით შეგნებულად ხარშუჩეს ამ მოვლენას, ნუ რა თქმა უნდა ისინი სულგატებულები და ისინი თქვა არაქართულები და მანქურთები არიან. აფთეთი თუთი მოწა შეიძლება არის საჭირო დროული რეაგირება ამ საქმესთან დაკავშირებით. დროულად უნდა დავდგეთ. დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი აზრით. არიან ადამიანთა ნაწილი, ვინც ხელისუფლების პროპაგანდამ შეცდომაში შეიყვანა. რას ეტყოდით მათ, როგორ გადაარწმუნებდით, როგორ დაანახებდით თქვენ სიმართლეს და რეალობას. სამწუხაროა ისიც, რომ ახლა ისეთი პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ფული იხარჯება ინტერნეტშიც კი, ტელევიზიებით სიუჟეტები გადის, რომ ყველა ვინც შეეწინააღმდეგება არაბულ ქალაქებს, ასეთი ადამიანების გაშავებას ცდილობენ. მაგალითად, აი ჩვენი გუნდი ავიღოთ. მიმდინარეობს კამპანია დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის წინააღმდეგ, გამალებული კამპანია, 1000 ცილის წამებას და ტყუილს წერენ ინტერნეტში და ამას უკან უდგას ხელისუფლება. და ფული იხარჯება, ეს დაფინანსებული კამპანიებია, თვითონ Facebook-იც აჩვენებს ხოლმე, როდესაც ზოგიერთი სტატია არის დაფინანსებული, წარწერას, რომ რეკლამა. ანუ რეკლამის სახით ატრიალებენ, როგორიც ცუდები ვართ ჩვენ, თურმე ნაცები ვყოფილ ვართ, თურმე ხაზარაძის ძესთან შეკრულები ვყოფილ ვართ და 1000 რაღაცას აბრალებენ ყველას, ვინც არაბული ქალაქების წინააღმდეგ გამოვა, აგენტურა და მოღალატეები ხართ. ზარია ეთერში გისმენთ? არა და თვითონ არიან მოღალატეები, ქართულ მიწას ყიდიან უცხოელზე, ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს. გისმენთ? შუა დღეში დოგისხილია. დიახ. არ ვიცი ეს ხალხი სანამ ოჯახებში არ მიუვარდებიან, თავებს არ დაულეწავენ. კიდევ უარეს ალბათ ვერ გაიღვიძებენ რა. არ ვიცი, საღათაც ილიზინავს. აუცილებლად რა ერიბერი უნდა გაეთიანდეს ყველა პარტია, ის ამბიცია, ეს პარტიული რაღაც გვერდზე უნდა გადაიდეს ხალხო სამშობლოს ქვეყანას უკარგავს რა. აუცილებელია გაერთიანება. და საინტერესოა პატაშორის კი შემოვიდე მებრძოლმა მოუწ, მაგრამ საპატრიარქოს პოზიცია ცოტა არ იყოს, მეც შემინდოს და გაუკვირველი და გაუგებარია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ვიმეორებ, რომ პროპაგანდაა დაწყებული ხელისუფლების დაკვეთით, ყველას მოღალატეს, აგენტს, ნაცს უწოდებენ, ვინც არაბული ქალაქების წინააღმდეგია. და ჩვენ ვართ სათავეში, აი ეს გუნდი, ობიექტივის გუნდი. კარგად დაუფიქრდნენ. თვითონ ქართულ მიწას ფულზე ყიდიან და პატრიოტები ვართ თუ ამბობენ. და ჩვენ ქართულ მიწას ვიცავთ, არ გვინდა რომ გაიყიდოს უცხოელზე და ჩვენ ყოფილ ვართ თურმე აგენტურა. როგორი სასაცილო და არადამაჯერებელია, მაგრამ აი ასეთ პროპაგანდას, რაშიც დიდი ფულია დახარჯული, ზოგიერთი იჯერებს. ზოგიერთი მომხრეც გახდა არაბული ქალაქების მშენებლობის და ამას წერენ ინტერნეტის მეშვეობით. ეთერშიც ყოფილა ჩემთან ასეთი ზარები. რას ეტყოდით მათ და რას ეტყოდით თავად ხელისუფლებას და მის პროპაგანდისტებს. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. მოგესალმებით. დიახ. მოგესალმებით. ბიჭო, აგნეს მაშინ თარხან-მოურავმა დააშენოს ერთი კორპუსი და შეასახლოს გაჭირებული ხალხი, აბა.
დიახ, რა. შენახალწლაინის დროინდელი ბერია, გაიგე? რა სიტყვოდით თემასთან დაკავშირებით? კარგით, ნუ გასაგებია. თარხან მოურავს ბატონ დავითზე საუბრობთ თქვენ? როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა, ამაზე თვითონ არასდროს არ საუბრობს, მაგრამ ასობით ადამიანს ინახავდა და პატრონობდა და კვებავდა და წამლებით უზრუნველყოფდა და უამრავი სიცოცხლე ყავს გადარჩენილი. სხვათა შორის ბატონ დავითის მოქმედებების შედეგად ათობით ოჯახმა საცხოვრებელი სახლი მიიღო. იცით თქვენ რომ პატრიოტთა ალიანსმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა ობიექტივთან ერთად და აქ რიცხავდნენ ისინი თავიანთ საპარლამენტო ხელფასს, როდესაც პარლამენტში იყვნენ და ამით წლების განმავლობაში ათობით ოჯახს სახლი გადაეცადა. არ ვიცი ახლა ესეც თქვენი ზარიც ხელისუფლების პროპაგანდისტულ მორიგ გამოსვლას გავდა და ასეთიც იყო პრინციპში ბევრი რა გიპასუხოთ. მორიგი ზარია, გისმენთ? დიდი 87 წლის ქალი ვარ მე და რას ქვია მე პროპაგანდისტი ვარ და არა. თქვენ ვინ გეუბნებათ პროპაგანდისტებზე ვამბობ? მე სამშობლოში ქვეყანა მინდა. მე ჩემი ქვეყანა მინდა, მე მექმიტაში მინდა დავიმარხო და შევინარჩუნოთ. მე მამა არ ვიცი მან ომში დაიღუპა და ბებიამ გამზარდა იგენმა და მე ჩემი მხარე მე მინდა. მე არ მინდა აზერბაიჯანელი ათმაიმიცაი შავ ტუხაებმა მოიწრიონ. ხო არა. ნამდვილად მე კარგით, დიდი მადლობა ჩემო ქალბატონო. ინტერაქტივში დღეს გვაქვს ასეთი თემა, რას ეტყოდით მათ, ვინც არაბული ქალაქების მომხრეა და ამ შენებლობას მხარს უჭერს. ეს იქნება დღეს ჩვენი შეკითხვა, მთავარი კითხვა. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს თბილისში გაიმართა არაბული კომპანიის პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო. სიხარულით გვამცნეს, რომ 6 მილიარდ ნახევარი დოლარი დაიხარჯება საქართველოში ამ ინვესტიციის ფარგლებში. ხოლო გონიოს ზღვისპირა სანაპიროზე 260 ჰექტარი მიწა გადაეცემათ არაბებს, სადაც დიდი ქალაქი აშენდება თავისი სასტუმროებით, კორპუსებით, კაზინოებით, რესტორნებით, საზღვაო ინფრასტრუქტურით გონიოში და კრწანისის ტყეპარკი განადგურდება, გაიჩეხება და იქაც შენობებს ააშენებენ და გაყიდიან, როგორც კომპანიის მფლობელი ამბობს, სულ ცოტა 60% იქნება უცხოელებისთვის ამ ქონების რეალიზაციის კუთხით გაიყიდება უცხოელებზე. გისმენთ, ეთერში ხართ? ალო. მოგესალმებით. დიახ. გამარჯობა ილია, გენაცვალე, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიახ. ჩემო ილია, ეხლა ზარი რო იყო ბატონმა თალხან მოურავმა გააკეთოს თუ რამეს გაკეთება. ესენი არიან აფერისტები. ბატონმა თალხან მოურავსა გაკეთებული იმის ნახევარი გააკეთოს სხვამ ნეტა რა. რა გვინდა ჩვენ ეს არაბული და ეს უბედურობა რაღაცა. ეხლა ეს მიტინგი რო იყო ბატონი თალხან მოურავი ისე რო იყო რუსთაველზე იყო კიდე ემდენი ხალხი უფრო ბევრი ხალხი გამოვა მეტი ხალხი გამოვა და უფრო როგორ საჭიროა ისე გავაკეთე. რა გვინდა ჩვენ ესენი არაბები და ესენი გვინდა ჩვენ ქართველებს მეტი ეს პროვოკატორი ზარების რო აწევენ და რაღაცა ძალიან ხო მაგრამ გულამდი არ მიიტანოთ თქვენ მხარდამჭერი ვარ თავიდან ბოლომდე რა. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა ყველას მოგითხო და დიდი სიყვარული რა. დიდი მადლობა. ამ პროვოკატორულ ზარებს და იმას ამ აფერისტებს ყურადღებას რომ მიაქცევს ძალიან თხოვთ რა. თარფან მოურავს რაცა გაკეთებული იმის ნახევარი გააკეთოს სხვამ ნეტა რა. იცოცხლე და მრავალ საერთოდ მიყვარხარ ძალიან შემოვიდი. დიდი პატივისცემა და სიყვარული მიიღეთ ჩვენგან. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. სხვათა შორის მიუხედავად ბევრი სტატიისა, სიუჟეტისა, ინტერნეტ რეკლამისა, ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ კარგია ის, რაც ხდება და არაბული ქალაქები უნდა აშენდეს. ამიტომ ახლა ვიმეორებ ხდება ყურადღების გადატანა სულ სხვა მიმართულებით. საკითხის გადაფარვა ხდება. და ხდება ძალიან ცუდი რამ. კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც თუ მთავრობა არ დაგთავს ნებას, აქციის ჩატარება აღარ შეიძლება ქვეყანაში. ანუ მთავრობისგან ნებართვა უნდა ავიღოთ. მთავრობა თუ გვეტყვის, არა ბატონო, ვერ ჩაატარებ თბილისის ცენტრში რუსთაველზე აქციას, ვერღარ ჩაატარებ. აი ესეთი კანონი მიღებულია უკვე.
შეიძლება შემოგთავაზონ სადღაც ქალაქ გარეთ წადი და იქ ჩაატარევ აქცია. ზარია ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. ძმო არ ვიდა კომბახიდების და თავის ტერიტორია არავებს ზარია. რაც აღადგინა მით. რა ჩამგერო. კოლიერ ჩამოსავლები. მაიმუნები მომდავენ. მადლობა ჩემო ბატონო, დიდი მადლობა, არ მინდაო ეს ყველაფერი რომ მოხდესო და გეთანხმებით მე. კრწანისის უნიკალური ტყე პარკი არის ძალიან ლამაზი ჯერ ერთი სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული საქართველოსთვის და ეს ყველაფერი გაიჩეხება და განადგურდება და იქ აშენდება არაბული ქალაქი. გონიო, რომელიც გადამფრენი ფრინველების შესასვენებელი ადგილია და ულამაზესი და ძალიან გამორჩეული კლიმატით და სილამაზით გამოირჩევა, აქაც გაიჩეხება ხეები, გადაკეთდება ყველაფერი და აშენდება არაბული ქალაქი. და ეს კადრები შეგახსენებთ თბილისშია გადაღებული, სულ ახლახან საახალწლო მორთულობაც მეტყველებს იმაზე, რომ ახალია. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გისმენთ ეთერში ხარ? დიახ. მე ამ ხალხს ვეტყვი. ხალხო, ნუ თუ ერთი დღის ვიცხოვრო. რას ეუბნებით თქვენ შვილებს? რომ საქართველოს ეთიკათის სიყვარულის გამო უკარგავთ სამშობლოს. ნუ თუ ასე გაეცეთ რომ 15 მეცხათი უკიდით სამშობლოს თქვენ შვილებს? მე ეჭვი მეპარება რომ მათ გენებში ქართული სისხლი არ დუხს. სისხლი აქვს, მაგათ ამღვრეული ეტყობა. თორე ნამდვილი ქართველი, რომელსაც მართლა უყვარს სამშობლო, ამას არ გააკეთებს. რაღაცა ფულის გულისთვის ყიდიან სამერა. ან შეცდომაში არიან შეყვანილი. კარგად გილას მუშაობენ, ხელფასიც კარგი აქვს, ოდეში დამზეწვაზე გამძლეობებიც არიან და ფეხებზე ყიდიან საქართველო და ის კი არიციან. მოწამლენ ამ ქვეყნიდან ბავშვებს რას უტოვებენ? დიდი მადლობა ხალბატონო, მე ერთ პუნქტს დავამატებდი, რომ ზოგიერთი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი. ხელისუფლებამ ისეთი პროპაგანდისტული სამუშაოები ჩაატარა, ამ პროპაგანდის ჯერა ზოგიერთ ადამიანს, ესეც გავითვალისწინოთ, გულწრფელად ჯერა არა ვთქვათ რაღაც ფულს იღებს ან რაიმე სხვა მართლა დაიჯერა უბრალოდ რომ ეს კარგია და უნდა აშენდეს. გულწრფელად დაიჯერა და ასეთ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, ჩემი აზრით, ძალიან თბილი ენით, არგუმენტებით და დავარწმუნოთ. აი, ბევრი ვიდეო ვრცელდება, ძალიან ბევრი, ახლა რამდენიმე ამოვიღე მე მხოლოდ ინტერნეტიდან, არაბულ ქვეყნებში, არაბულ ენაზე მათ შორის. ყვება ეს პიროვნება, რომ ჩამოდით საქართველოში, შეიძინეთ ბინები, შეიძინეთ უძრავი ქონება. და ძალიან გამარტივებულად მიიღებთ ბინადრობის უფლებასო. მოუწოდებს არაბებს. ეს გაცხოველებული კამპანია მიმდინარეობს ახლა ამ წუთებში მთელს არაბულ სამყაროში. უკვე დაწყებული აქვს დიდი სამუშაო. თავად იგლ ჰილსმა უკვე აგრეთვე წამოიწყო სარეკლამო კამპანია არაბეთშიც, საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც დაფინანსებული რეკლამები გადის, სადაც მოუწოდებენ ხალხს, რომ აქ ჩამოვიდნენ და ბინები იყიდონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სახლში. აი ასეთი სიტყვები წერია იგლ ჰილსის ვებგვერდზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სახლში, ანუ საქართველოში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა შვილი. მოგესალმებით, დიახ. ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ არაბული ქალაქების აშენება. დიახ. ამ კომახიძეს უთხრათ, რომ ამ ქალაქების აშენებას ქარხანა აშენონ რამე ვიღაცონ რომ ხალხი ჩამოვიდნენ და სამუშაო დასაქმდეს, ჩვენი ხალხი რომ გასულია და შეუქმნან პირობები, რაც უნდა რაც ამადოლა ბინები აშენებული როა, ვინ აყიდულობს, ვინა ქართველები ყიდულობენ? დიდი მადლობა. აშენონ ქარხანა საწარმოო, რომ თვითონაც ისარგებლონ და ხალხი დაასაქმნონ. დიახ. თუნდაც ხალხისთვის იკეთე. მართალი ხართ, გეთანხმებით, რატომ არ ჩამოდიან და ინვესტიციას ქარხნებში არ აკეთებენ? ქარხნებში დადო ისე ინვესტიცია, დიახ. კი. ინვესტიცია იქნება ეგ და არა სახლების აშენება და ბინების აშენება.
მაგრამ ეს სარგებელს მოუტანდა საქართველოსაც ქარხნები. დიახ, ეს არ აწყობთ მათ. და დარჩებოდა თვითონაც ისარგებლონდა, როცა წავდნენ დარჩება საქართველოს. მადლობა თქვენს არასთვის, ამ შემთხვევაში ჩვენს ბუნებას და ჩვენს მიწას ხელში ჩაიგდებენ და ეს უფრო დიდი სარგებელი იქნება და ამით იხეირებენ და ამიტომ უნდათ არაბებს ამ ყველაფრის ხელში ჩაგდება ვიმეორებ. თორემ ისეთ სფეროებში, რომელიც მართლა ქვეყანას გამოადგენდა, არ არის ინვესტიციები. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. წინა გამოსულ ქაბოტონებს მინდა ნამდვილად ესე იგი გამოეხმაურო ძალიან სწორი პოზიცია არის. აი უბრალოდ ღმერთმა რო დღეს წაიყვანოს ეს ხალხი წარადგინოს იყო სამშობლოზე. აი რა პასუხს სცემენ? ესე გაყიდეს საქართველოს და რა ვიცი, აი ეს რა ვიცი, რა გამართლება აქ. და მე ისტორიაში როგორ შევდგენ? ესე როგორ საქართველოს მიწის გამყიდველები, ხო? რატო არ ფიქრობენ? რაღაცა აი ელემენტს აუბრალოდ რაღაცებს არ ფიქრობენ. და სულიად არაქრისტიანული მაფიქრებელები არიან, რა ვიცი, თავის არგის. მადლობა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც მომხრეა არაბული ქალაქების მშენებლობის, რას ეტყოდით ხელისუფლების პროპაგანდისტებს, თუნდაც მათ, ვინც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ვისაც აქციებზე გასვლაც არ უნდა და მონაწილეობა, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი მათ მიმართ? და აი წინა ზარის ავტორს გამოვეხმაურები ბატონმა თქვა, რომ აი მომავალ თაობასთან რა პირით უნდა გამოუჩნდეთო, რომ თქვათ ეს ქალაქები თუ აშენდა და ეს ყველაფერი გაგრძელდა რაც ხდებაო. და ხელისუფლების პროპაგანდისტების საპირწონე არგუმენტი რა არის, იცით? რომ 6 მილიარდ ნახევარ დოლარს ებრძვით ხალხო, ინვესტიციებს ებრძვით ხალხო. სულაც რომ მთელი საქართველო ოქროში ჩასვან, 6 მილიარდ ნახევარ კი არა, 10 ტრილიონი რო შემოიტანონ და გვაჩუქონ, ჩვენს ბიუჯეტს აშუქონ. გვინდა ასეთი ფული? გვჭირდება ჩვენ ასეთი ფული საკუთარი მიწის გაყიდვის ხარჯზე მიღებული, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენმა წინაპარმა სიცოცხლე შესწირა. გვინდა ასეთი ფული და ასეთი ინვესტიცია? არ გვინდა, ბუნებრივია არ გვინდა. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, ეთერში ხართ. გისმენთ ქალბატონო? გამარჯობა ილია. გამარჯობა. ძალიან მამშვიდებს შენი საუბარი საერთოდ. მადლობა. იცით რა შეასაძე? ერთი არავინ არ გამოვა, გაჩუმებულები არიან. ვინც ეს დაუშვა ეს არაბიზაცია. ჩვენი გამოწვეული რაბია პრემიერ-მინისტრი არაფერს არ იცავს. ხო, აი ცდილობენ რომ გადაიფაროს ეს თემა, ჩამოვიდეს ასე ვთქვათ ღირს წესრიგიდან და ჩუმჩუმა დააშენონ უკვე. ხალხი უზარ ართული თავის დღესასწაულს აწყობენ ხანებას, ხანას ეს ხალხი გაწამდა ხალხი. როგორ შეიძლება ასე გაწო? საერთოდ სულანი დასარეკები და გასახვედები არიან. მადლობა თქვენს არისთვის. პირდაპირ ეთერში ვართ. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს? ეს არის დღეს ჩვენი კითხვა. მათ შორის ვინც ჩუმად არის. საზოგადოებაში არის ასეთი ნაწილი და საკმაოდ დიდია ეს, ვისაც არასდროს არ სურს საკუთარი მოსაზრების გამოთქმა მნიშვნელოვან თემებზე. ან შიშის ფაქტორი არსებობს, ან მარტო მერა შეუცვლია, აი ასეთი მოსაზრებები დომინირებს. რას ეტყოდით ყველა ასეთ პიროვნებას? რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით ვესაუბრებით ჩვენ ერთმანეთს და არგუმენტები უნდა მოვიშველიოთ აქ და არა ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ. აი ეს არის მთავარი. მორიგი ზარია, გისმენთ? კი ბატონო. დიახ. ერთ რაღაცას თო ივანიშვილმა ობახიძე აბუაშვილმა ასე შემდეგ იავოსკიმ თბილისში იაროს აკლემებით და კი ბატონო და ჩაიცვან არაბების ფორმა. კარგით, გასაგებია. ეს რას მოგვიტანს ჩვენ ან მათ არ ვიცი, მთავარია ის რომ ახლა რაღაცნაირად გამოვძებნოთ ძალები, გამოვძებნოთ სტრატეგია იმისა თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს ეს არაბული ქალაქების მშენებლობა, ეს ჩვენი დროის უზარმაზარი ბოროტება.
აი სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ და აქ მთავარია რომ საზოგადოების მხრიდან იყოს აქტიურობა, კაფიო და თამამი პოზიციების გამოთქმა და არა შიში უკან დახევა აქციებზე არსიარული ან რაღაც მსგავსი. ამიტომ ერთმანეთს მიუმართოთ, ერთმანეთი შევაგულიანოთ, არგუმენტებით დავარწმუნოთ, ვინც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ამ თემასთან მიმართებაში. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, ქალბატონო. დიახ. Სუდადისმის ძალიან დიდ ბოდის გიხდით პრაქტიკულად ვერ გებულობთ თქვენ საუბარს რამდენიმე წინადადება გავარჩიე რომ წინააღმდეგი ვარო ამ ყველაფერს და საერთოდ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან 5-5-7 88 55 რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს ვინც ვთქვათ ხელისუფლების პროპაგანდა დაიჯერა ვინც ვთქვათ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა რას ეტყოდით თავად ხელისუფლებას, რომელიც ნომერ პირველი ლობისტია ამ შენებლობების დაწყებისა. ზარია ეთერში გისმენთ? ტელევიზორს გაითიშა, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა უმორჩილესად გთხოვთ იმისთვის, რომ ჩვენი კავშირი შედგეს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. შეგახსენებთ ინტერაქტივში ვართ, ვსაუბრობთ ჩვენი დროის ყველაზე პრობლემატურ საკითხზე, რაც არაბული ქალაქების მშენებლობას უკავშირდება და სულ მაგონდება ხოლმე პატრიარქის სიტყვები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ მიწებს. აქ სახლდებიან ჩვენს ქალაქებში და სოფლებში. თქვენს მამულს, თქვენს მიწებს უნდა მიხედოთ მიმართავსის საზოგადოებას. ხელიდან გვეცლება მიწები. აი რამდენიმე წლის წინ ქადაგებისას აღნიშნა პატრიარქმა. მორიგი ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გისმენთ? დიახ, თქვენ გისმენთ, ეთერში ხართ. ბატონო ელია, მე მინდა ერთი საკითხი თქვა. მაგრამ რით ვერ გაძღა ეს კაცი? რით ვერ კიდე პულებს რო ეტანება რა? რით ვერ გაძღა? ჩვენ არაბები გვინდა კიდევ. დიახ. დაამატებთ რამეს, ჩემო ბატონო? მე ვეწინააღმდეგები ეს თავიდან ბოლომდე არაბიზაცია. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ჩვენ ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს აჭარაში. ცოტაც და ქართველი უმცირესობაში აღმოჩნდება აჭარაში. თუ უკვე არ არის აღმოჩენილი. საყურადღებო ვითარება, ეს ყველაფერი ხდება დღევანდელი მართველი გუნდის პირობებში. ბოლო 13 წელიწადში გახდა ეს უფრო მეტად თვალშისაცემი. რაც დაიწყო იმ წინამთავრობამ, იმის გაგრძელება ხდება აჭარაში რა ვითარებაც გვაქვს. ძალიან ცუდი რამ არის ეს. და ამ პროპაგანდით შეეცვალეს ბევრი საზროვნება. ადამიანს რომ ეტყვი, აბა შენ რომ ცხოვრობ აჭარაში და ეს თურქები უკვე თავზე დაგაჯდნენ, რაღაცა ქენი მოიმოქმედეო. ზოგიერთი ადამიანი ყველაზე არ პასუხობს რომ გაჩერდიო ერთიო კაცო ჩემი შვილი მუშაობს იმ თურქების ბიზნესში და გაათავისუფლებენო ან ეს მეორე გიპასუხებს რომ მილიონები შემოდის თურქეთიდან და ეს ფული ჩვენ გვჭირდება და იყოსო და ასე ნელ-ნელა ვკარგავთ აჭარას ღმერთმა გვაშოროს ახლა ვკარგავთ კრწანის ვკარგავთ გონიოს დავკარგეთ დავით გარეჯის აყდრესი ავაფეთქეთ რა იქნება შემდეგ ბოლოს თბილისი ინდური ქალაქი გახდება ალბათ. აქაც ძალიან ძიმე და ცუდი ტემპით მიდის ეს მიგრაციის მაჩვენებლის ზრდა. ქართველები კი უცხოეთში გავრბივართ. არ არის ოჯახი, საიდანაც ერთი წევრი მინიმუმ არ არის გასული უცხოეთში სამუშაოდ. რაზე ფიქრობს მთავრობა? რაზე ფიქრობს საზოგადოება? რაზე ფიქრობს ოპოზიცია ამ დროს, როდესაც ნომერ პირველი საკითხი ეს ყველაფერი არ არის? უმწვავესი დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. რამდენიმე საკითხი მინდა გითხრათ. დიახ. პირველი ის რომ ჩება შტაბის-წილება რომ ოცნების მომხრეები ვერ იაზრებენ
ეს არის ძალიან ცოტა პროცენტი, ჩემო ბატონო. უმრავლესობა მათგანი არის ძალიან კულტურულად ვიტყვი, ანგაჟირებულები არიან, აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან, მესმის ეს ყველაფერი, ადამიანურად მესმის, მაგრამ როცა საკითხი ეხება ქვეყანას, სამშობლოს და იცით, როდესაც წარსულზე ლაპარაკობ და მართლა 2000 წელია ეს მიწა, ეს ძალოშვილი მიწა მართლა ქართველების სისხლით არის გაჟღენტილი. რატომ არ ვამბობთ მომავალ თაობას, რაც არ ვამბობთ, მაგრამ იშვიათად. აი ბავშვებს, ანუ რჩება დაბეჭდილება კიდევ სხვანაირი, რომ აქვთ აზრი მოლოდინი იმისა, რომ იმდენ თანხებს აიღებენ, რომ მათი შვილები იქნებიან კარგად და ღმერთო ყველა დედა და ყველა შვილი დაიფარე, დანარჩენები ნუ რა ვიცით, რაც უნდათ ის უკნიათო. მეორე საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია ემა არის, რომელიც ნამდვილად მსხვილი კომპანია და დიდი ფინანსური რესურსები გააჩნია, მან მოუწოდა თავისივე შვილობილი თუ კომპანიონს თუ ისეთ ნაცნობ კომპანიას, როგორიც არის Eagle Hills-ი და უთხრა ნუახსენებ ჩვენ სახელს რეკლამებშიო. გამიგეთ ილია რას ვამბობ? კი. ბატონო? კი, გავიგე. შემდეგი საკითხი, ეს იმას ნიშნავს, ხო, აი თუ იცით რა, ნამდვილად აღარ მახსოვს რომელი არხი იყო, მაგრამ მახსოვს რომ დავაპაუზე და გაგიჟებული ვუყურებდი. აი ამ ადამიანის, რომელიც კოსტუმში იყო გამოწყობილი სათვალეებით და მუჰამედ ალაბარი პრეზენტაციას ვუყურებდით ყველა. აი ეს ამ კაცის მონაცემები idო, რა თქმა უნდა, ეს პირადი ისინი გაწაშლილი იყო ფლომასტერით, მარკერით, მაგრამ საწესდებო კაპიტალი და ჩემთვის გავიფიქრე, ნუ მინიმუმ 10 მილიონი ხო უნდა იყოს მეთქი და იცით რამდენი ეწერა? 10,000 ლარი. დიახ, ასე. წარმოგიდგენიათ როგორ დაგცინიან? ასე 10,000 ლარი. როგორც ამ კაცმა დაიწყო ჰაერზე გაყიდვა. აი მაშინ მივხვდი რომ ეს რაღაცა ან ძალიან დიდი ბლეფია. ან რაღაცა საშინელება უნდა მოხდეს და ვერ ვიაზრებს თუ არ ვიაზრებს თუ საერთოდ ისეთი მასობრივი დეპრესია უკვე ქვეყანაში რომ ეთყობა აღარაფერი აღარ აინტერესებს ხალხს. მინდა გითხრათ რომ ძალიან ფრთხილად კი არა, ძალიან აშკარად უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს. რატომღაც ვფიქრობ, რომ პარლამენტარების ძალიან ცოტა ნაწილს ესმის ეს. და ძალიან ცხენია და ძალიან გაურკვევლია. ნაწილს არა, დარწმუნებული ვარ, უმეტესობას ესმის. წავიდნენ პასუხებს ვერ ცემენ, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ რაღაცა მაინც გიტოკდებოდეს. ასე არ უყვარდეთ არც ქვეყანა, არც შვილები, არც ოჯახი, არაფერი ფულის გარდა. მადლობთ, დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი პოზიცია. ქართული ოცნების წევრებს, ხარდამჭერებს აბსოლუტურ უმეტესობას არ მოსწონს ეს, მაგრამ აი აქ არის პრობლემა, რომ თქმა არ უნდათ ამის, რომ არ მოსწონთ. და უნდა თქვან, ეს პარტიული საქმე არ არის, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი მომხრე ვართ, ვინ ვისი მხარდამჭერი ვართ, არ აქვს მნიშვნელობა. აქ საქართველოს ეხება საქმე და ყველამ უნდა თქვათ, ამოვიღოთ ხმა, ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ, რომ ეს არ მოხდეს. მუჰამედ ალაბარი ახსენა ქალბატონმა ამ კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც სხვათა შორის Eagle Hills-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში საერთაშორისო საზოგადოებისთვის და არაბული აუდიტორიისთვის განკუთვნილ მასალაში წერს, რომ თბილისში იგეგმება კოსმოპოლიტური საცხოვრებლების შექმნა. უბანი, რომელიც კოსმოპოლიტური იქნება. ის უნდათ, რომ ეროვნება აღარ არსებობდეს ქართული, ყველაფერი გახდეს კოსმოპოლიტური, მოწყვეტილი სახელმწიფოს და ეროვნებას შორის კავშირსა, აი ამას აკეთებენ ყოველ მხრივ. დაწყებულია უკვე დეკემბრის დასაწყისში დაიწყო რეგისტრაცია, ვისაც უნდა აქ არაბულ ქალაქებში უძრავი ქონების შეძენა, უკვე რეგისტრირდება ეს ხალხი. მთელი გაქანებული ბოდიშთა ჟარგონისთვის მიმდინარეობს კამპანია სარეკლამო ფასიანი,
რომ იყიდეთ საქართველოში სახლი, ჩამოდით ახალ სამშობლოში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი თუ შეიძლება. კი, ალო. ვაიმე სხვაც არის. ალო. ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. კარგი, ვეღარ დაგელოდებით მაპატიეთ 557-88-55, რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს? ვინც აქციებზეც არ დადის, ვინც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა და პოზიცია არ აქვს ამ თემაზე, ვინც ოცნების პროპაგანდა დაიჯერა, თავად ხელისუფლებას რას ეტყოდით მათ პროპაგანდისტებს, რომლებიც ისეთ კამპანიას აწარმოებენ, რომ ყველას აგენტად, მოსყიდულად, ფულს დახარბებულად, უცხოეთის გავლენის აგენტად თუ ნაციონალად თუ ხაზარაძეებად რაცხავენ, ვინც გაბედა და არაბულ ქალაქებს შეეწინააღმდეგა. განსაკუთრებით ჩვენს მიმართ არის ეს დარტყმა, მოდით სიმართლე ვთქვათ. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. აქციები არაბულ ქალაქების წინააღმდეგ კი არ უნდა იყოს. ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ესენი უნდა წავიდნენ და მოგვარდება ეს არაბული სოფლების აღარ იქნება. ეს აჭარაშიც ეს თურქები თუ არის სავსე, ისინიც თავისი წავლენ. აი ესე უნდა გამოვიდე და ჩემო ბატონო, გესმით ჩემი ხმა? ესენი არიან მავნებლები. გესმით ჩემი ხმა? მესმით. საზოგადოებაში ჯერ არ არის ის მდგომარეობა, რომ ეს შიში დაძლეულად ჩავთვალოთ. არაბული ქალაქების წინააღმდეგ აქციაზე არ გამოდის ხალხი. 100,000, 50,000, 200,000 ადამიანი უნდა გამოდიოდეს ქუჩაში, მაგრამ არ გამოდის. აი არ უნდა და არ გამოდის. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს, რომ ხალხში სიმართლე, ასე ვთქვათ, იზეიმოს და გაიმარჯვოს. უნდა გადავლახოთ შიში, ხალხი არის დაშინებული. და იმაგიტო არ გამოდიან, თორემ დარწმუნებული ვარ 80%-ს არ უნდა. არ უნდა, კი. დიდი მადლობა. ამიტომ უნდა დავძლიოთ ეს შიში, ესე უნდა წავიდნენ. ესენი არიან მავნებლები. მტრები არიან ქვეყნის. მიშა იმას არ გაუბედია ესეთი რაღაც, რაც ამან გააკეთა. მე ვიყავი ოცნების მომხრე და არჩევნებშიც ვეხმარებოდი. მაგრამ ესენი ყოფილა მიშაზე უარესები. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. სხვათა შორის, აი მიშა ახსენეთ და სააკაშვილის დროს იყო რაღაც პერიოდი. რამდენიმე წელი გადაბმულად არაფერი არ ხდებოდა. პროტესტი თითქმის გამქრალი იყო. სააკაშვილი ძლიერად გრძნობდა თავს და ყველაფერს აკეთებდა რაც უნდოდა. აი ჩვენნაირი ხალხი, როგორც ობიექტივი იყო, არა მარტო ჩვენ, სხვაებიც ბევრი. საუბრობდით, ჟურნალისტების სტატიებს წერდით, გადაცემებს ვამზადებდით, რომ აწამებენ ციხეებში ხალხო, ამოიღეთ ხმა, გამოდით აქციაზე. კლავენ ქუჩაში ადამიანებს, აუპატიურებენ დაკავებულებს. ყვებოდით ამ საშინელებებს, მაგრამ იცით რა, არ იყო არანაირი რეაგირება. არ უნდოდა რეაგირება უდიდეს ნაწილს საზოგადოებისა და ეს ხდება ახლა. არ ჯერათ თითქოს ან ეშინიათ, ან რას მივაწერო არ ვიცი ეს ასეთი დუმილი და გულქვაობა. დიდ ნაწილში საზოგადოებისა, რომელსაც არც აქციაზე უნდა მისვლა, არც ღიად უნდა რამეზე პოზიცია გამოთქვას და გამოხატოს. არის ჩუმად და უყურებს ამას, არჩევნებზეც კი არ მიდის. გული როგორ გითმენთ? დიდი სიყვარულით გეუბნებით ამას. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მე მგონია დაგვიანებულია ყველაფერი. სოხელი რუსთავი 2-ზე პრაიმ ტაიმია თუ რა იყო, ხელშეკრულება გაფორმებულია, ხელია მოწერილი, ძალიან მალე დაიწყება მშენებლობა და თურმე დაასაქმებენ 24,000 ეს დროებითი სამუშაო ადგილების გულისთვის უნდა გაუბედურდეს ქვეყანა. ვიც ვერ იგებს, რითი ვერ იგებს, ნუ თუ ქართველია, რომ ხმას არ იღებს, არც გამოდის. იხუპება ქვეყანა, ეს ამაოხრებელი, ეს ვარ ვიცი რა სახელი დავარქვა. ეს არ გაუკეთებია გონი მურმანყრუსა არც არავის. ხალხნო, გამოთხიზით, რატო გგონიათ ბიზინა აგაშენებთ აწი.
13 წელიწადი უკან და უკან წაიყვანა ქვეყანა და აწირამეს ააშენეთ. არაბები გვიდა 5 და 1000 წოლი რო ყავთ. 6 მილიარდი კი არა, 600 მილიარდად აგიყიდეთ საქართველოს გაყიდვა. გამოდით ხალხო გარეთ და თქვენ კიდე იცი რას გეწყვით? გაერთიანდით შულო, არ დადგები ნაცებთან, არ დადგები კოცებთან, არ დადგები რა ყველა ერთად უნდა დადგეს. ერთია იდეის გარშემო რომ ესენი გავრეკოთ. აღარ არაბები შემოვლენ და აღარ არის. გაერთიანდით ერთი საქმის ირგვლივ, ბიზნესა და მისი ხროვა გავაგდოთ. მოხუცი ახალგაზრდა ზოგი შეშინებულია ადე რამოდენიმე ახალგაზრდები ჩამყრილი ყავთ ციხეში ივათი მშობლები ხო გამოდიან დაუდგეთ გვერდში არ გეწოდებათ ეს ბავშვები კაცო გაერთიანდით 200,000 300,000 ერთხელ მოშორდებიან მერე ეგენი ხო ხედავთ ახლა გამოსვლას ეშინია უკვე ხან პანდეურზე არ დადგეთო ტროტუარზე უნებართოდ აქცია აღარ შეიძლება. გზის გადაკეთვა შეუძლებელია. კარგით, არ გინდათ ესეთი. დიდი მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ მიიღეს კანონი სულ რამდენიმე დღის წინ, რომლის თანახმადაც თუ მთავრობა ნებას არ დაკრთავს, აქციას ვეღარ ჩაატარებ. ტროტუარზეც კი აკრძალულია აქციის ჩატარება. ადრე იყო რაღაც პროტესტი, რომ გზას ნუკეტავენ. კარგით, გავიგეთ ბატონო, მიიღეს კანონი, რომ თუ ბევრი ხალხი არ არის, გზას ნუ გადაკეტავ და ამაზე არაფერი არ გვითქვამს. მაგრამ ტროტუარზეც აკრძალეს კანონი, აქცია უკვე ვიმეორებ. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩერნოგორიაში, იგივე მონტენეგროში რაც მოხდა. იქაც იგივე არაბულ კომპანიას უნდოდა ქალაქის აშენება, მაგრამ ხალხი იყო წინააღმდეგი. ყოველ მეორე დღე თითქმის აქციები ტარდებოდა. იბრძოლა, მოკლედ, ძალიან იბრძოლა იქაურმა ხალხმა. და ამ არაბულ კომპანიას უკან დაახევინეს. თუ ეს შეძლეს მონტენეგროში, ჩვენ კავკასიელ ხალხს რა დაგვემართა აქციაზე რომ არ გამოდის ხალხი. არ ვიცი, ვიმეორებ, სულ ცოტა 40, 50, 100,000 ადამიანი უნდა გამოდიოდეს მინიმუმ, როდესაც სამშობლოს ასეთი განსაცდელი აქვს. მით უმეტეს მე ქუჩაში ვესაუბრები ხალხს სოციალური ქსელებით ვხედავ, აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგია ამ არაბული ქალაქების. ვერ დაგვარწმუნეს, ვერავინ ვერ დაარწმუნეს, რომ ეს კარგია. მაგრამ მაინც არ უნდა მოქმედება ზოგიერთს. რას ეტყოდით ასეთებს? ზარია, გისმენთ. გამარჯობა. ასეთ ადამიანებს ეს პირველი სწორისა ვეტყოდი, რომ მინიმუმ უყურეს ობიექტივის ეთერს, სადაც ყველაფერი კონკრეტულად არის გასაკლებული. უწმინდესის მიმართვა სამწუხაროდ მარტო ობიექტივის ეთერს ცელდება. და ნუ იქნებიანი 30 ვერცხლის თანაზიარნი. რაც ეხება ჩუმადმყოფებს, როცა მაცხოვარი ზვარზე გააკრეს, ყველაზე დიდი დამნაშავეები ჩუმადმყოფნი იყვნენ. რომლებმაც დუმილით გაყიდეს მაცხოვარი. ნუ ვიქნებით მაცხოვრის მნებებელთა თანაზიარნი. მოუწოდებთ ახლობლებს, მეგობრებს, თუ ყველა გამოვიდეთ ქუჩაში. რამე თუ ამ შემთხვევაში ხალხის რაოდენობა გადამწყვეტია. კი. გმადლობ. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. 557 88 55 88 პირდაპირ ეთერში ვართ, რას ეტყოდით არაბული ქალაქების მშენებლობის მომხრეებს. რას ეტყოდით ხელისუფლებას, ვინც ნომერ პირველი მომხრეა, მის პროპაგანდისტებს, იმ ადამიანებს, ვინც დაიჯერა სახელმწიფო პროპაგანდა, ვინც საერთოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულა და არ გადაუწყვეტია, რას ფიქრობს ამ პროექტზე. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? კარგით, ხელახლა დაგვირეკეთ, ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ასეთი ტიპის ქალაქების აშენება გარემოს, კრწანიშში და გონიოში. ამაზე უფიქრია ვინმეს? ეს რომ მეათე ხარისხოვანია თითქოს არა, ესეც ერთ-ერთი პირველხარისხოვანი საკითხია. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გისმენთ, ეთერში ხართ? უკაცრებთ. არავის ობაზე. აკო ველგა. ცუდად ისმის, ძალიან ცუდად ისმის. მაპატიეთ, ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგონი, ამიტომ ხელახლა დაარეკეთ, თუნდაც სხვა ტელეფონის აპარატიდან. ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ვფიქრობ, მაინც მოასწრებთ თქვენ გადაცემაში
დაკავშირებას ვიმეორებ დაწყებულია რეგისტრაცია არაბეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ვისაც სურს არაბულ ქალაქებში ქონების შეძენა, მათთვის ეს რეგისტრაცია უკვე ხდება. აგრეთვე ძალიან დიდი კამპანია მიმდინარეობს არაბულ ქვეყნებში და მოწოდებები, რომ შეიძინეთ საქართველოში უძრავი ქონება 100,000-იან ინვესტიციაზე, თქვენ ავტომატურად მიიღებთ ბინადრობის უფლებას გამარტივებულად და აი ასეთი მოწოდებებია, ვიდეო რგოლების ნაწილი ჩვენ ვაჩვენეთ უხმოდ, იქ არაბულად საუბრობენ და აზრი არ ქონდა ხმით გაშვებას, თუმცა თარგმნეს ეს ვიდეოები სპეციალისტებმა არაბული ენისა და გვითხრეს რაზეა იქ საუბარი. მორიგი მაყურებელია ეთერში, გისმენთ? Алло. გისმენთ? გენეცალი. ინვესტიცია შემოდი. არაბებია შემოდი. ინვესტიცია შემოდი. რატომ ასეთ მისაკი ამდენჯერ ამბობს მთავრობასთან? არც არაფრის ტექნიკია თავისი სიტყვის დაფიქსირების. არაფერს არ მეშტილი. არაფერს. აბსოლუტურად ისინი ვინაცის ვინასაკეთებს ყველა თავისი აზრია. შეშმარიტად გამოვა ნამდვილად რომ იცოდე რომ ზიანი აზრი და შეკასაფრთხილება. არაბეთთან ზიანი არ არის. ეს არის ინვესტიცია. თქვენ ვერ აღგორით ხალხი და ვერ გამოვიყანეთ წარში. რატომ თინათ ასეთი მოღალატეობრივი საქმის გაფუჭება? მე არ ვიცი. ქალბატონო, გესმით ჩემი ხმა? თქვენ ახლა პროვინცი ობიექტივისა და კონსერვატორები. ნაციონალურ შეკრებები ხარ და რაც მამლობას გააკეთეთ ისე. კიდევ რა სიტყვით ქალბატონო? კარგით, დიდი მადლობა საარისთვის. ხო, აი წინვალი მაგალითი იყო ხელისუფლების პროპაგანდისა ეს საუბარი. როგორ დაარწმუნეს ადამიანი ამ ყველაფერში ხედავთ შეძლეს აი პროპაგანდა ყოველთვის მუშაობს რომ სხვაები ვინც ამას ეწინააღმდეგება ყველა აგენტია ყველა მოღალატეა ყველა ნაცია ნაცებთან შეკრული ვართ ლელოსთან შეკრული ვართ არ ვიცი კიდე გაყიდულები ვართ რას არ დააბრალებენ ადამიანს ვინც წინააღმდეგია არაბული ქალაქების მშენებლობის და თავად ის ხალხი ვინც ყიდის ქართულ მიწას არაბზე უცხოელზე და ფულს იღებს ამ ქართულ მიწაში, გეუბნება რომ მე გამყიდველი კი არა ვარ, მე კარგი ვარ, ინვესტიცია შემომაქვს. აი 10 ტრილიონი რომ მოიტანონ არაბებმა და მოგცენ და გვითხრან რომ აი თქვენ წადით საქართველოსდან და ჩვენ დაგვითმეთ ეს მიწა. თქვენ გადასახლდით სადმე, იყიდეთ სხვა ქვეყნებში ფართები, მიწები რაღაც და ნუ იცხოვრეთ იქ. ეს ხალხი, ვინც დღეს ამას ლობირებას უწევს, ნომერ პირველი იქნება, ვინც აიღებს ამ 10 მილიონ დოლარს თუ 5 მილიონს, რა ვიცი, რამდენი მოუწევს თვითონ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა. და წავლენ ასეთი ადამიანები. ჩვენ არ გვინდა, არანაირი ფულის სანაცვლოდ არ გვინდა ჩვენი ქვეყნის გაყიდვა, რომ ნუ რითი ვერ გაიგეთეს. ან გაყიდულები თუ ვართ და აგენტები რაღაცაში ხომ უნდა გვეტყობოდეს. გადახედეთ მაინც ჩვენს ცხოვრებას, როგორ ცხოვრობთ. სუსი რომ არის, ყველას რომ უთვალთვალებენ, უღებენ, ტელეფონში უსმენენ, შემოგხედონ, აბა რა გვეტყობა ჩვენ ვინმესგან დაფინანსებულის, ან დიდრული ცხოვრებით მაცხოვრებელი ხალხის, ან რომელ სასახლეებს და სახლებს ჩვენ ვფლობთ, რომ გაყიდულები და მოღალატეები ვიყოთ რაიმის სანაცვლოდ. არა, გულწრფელად ვამბობთ ამ ყველაფერს და ეს ბოლოს არის ავტორმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ გადაცემის მომზადება იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ მიუმართოთ ასეთებს დიდი პატივისცემით. ვინც დააჯერა ხელისუფლებამ თავის იდეებში, რომ არ უნდა გაყიდოთ სამშობლო ნებისმიერ ფულზე, რაც არ უნდა დიდი იყოს ის და არანაირი ინვესტიცია, რომელიც საქართველოს მიწის უცხოელისთვის გადაცემას ითვალისწინებს, არ შეიძლება კარგად შეფასდეს. დიდი მადლობა ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს დრო ამოგვეწურა ამასობაში. ნახვამდის.